მოგესალმებით შემოძვირფასებო და კარგებო მოდით ახლა ნახოთ მისი გზავნილი თქვენთვის ხო რას გიგზავნით აბა პიროვნება შეტყობინების სახით ნახოთ მისი გზავნილი თქვენთვის ჩაიფრეთ პიროვნება დავიწყოთ ნახოთ მისი გზავნილი თქვენთვის რას გიგზავნით აბა რისი თქმა უნდა რას გიგზავნით რა სიტყვებს მისი გზავნილი თქვენთვის მოდი აგაგრუქნეთ ცით ჯერჯერობით ბარათებს ახსნით და შემდეგ დაგილაგებთ ასე ვთქვათ ერთ მესეჯს რომელსაც ესე გეტყოდათ და მოგწერდათ ხომ ფონით ასების სტუდია და გვეუბნება რომ ეს ადამიანი გიგზავნით ემოციურ გულწრფელ სიყვარულით სავსე ენერგიას გზნობები არ გამქრალა უბრალოდ სხვა ფორმაში გადავიდა რეალურად ხო გულში ისე რჩება ამ პიროვნების სურვილი რომ თქვენთან ურთიერთობა განახდეს და სუფთად განახდეს და თავიდან დაიწყოს თქვენი ესე ვთქვათ ურთიერთობა ხო ექვსიანი თასები მეუბნება რომ მისთვის თქვენ ხართ ნოსტალგია ტკბილი მოგონება ადამიანი ვინც არ დაგავიწყდება ვერ დაგავიწყდება ხო მის ხშირად ბრუნდება წარსულში და გული ისევ იმ დროს იხსენებს როცა ყველაფერი მარტივად იყო თქვენ შორის და კარგად იყო ხო აი ძალიან კარგი ურთიერთობა როცა გქონდათ კარგს იხსენებს თქვენ როსაც იყო ფიქრებს შეიძლება წარმოიდგინოს თქვენთან მომავალს მაგრამ რეალობას ვერ უმკლავდება ოცნებობს პიროვნება მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია როგორ გადმოდგას თქვენთან მიმართებაში რეალურად ნაბიჯი ხო და შვიდიანი კვერთხი რას მეუბნება ხო საკუთარ თავს იცავს ამ გზნობისგან თითქოს ამბობს არ შემიძლია მაგრამ ვერ ვივიწყებ ხო აი თითქოს ირიდებს თავიდან თქვენს სიყვარულს მაგრამ ნუ ვერ გივიწყებთ პიროვნება რა საკუთარ თავთან ბრძოლებშია ხო ეს გულში ბრძოლებია გონება ეწინააღმდეგება რეალურად გულს ფორტუნა ან ბორბალი ხო ფორტუნის ბორბალი რას მეუბნება ბედი ისევ გაერთიანებას ცდილობს თქვენსას შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრა მოხდეს თქვენ შორის შეტყობინება იყოს ან ეს თქვენ სიტუაცია მოხდეს ისეთი რაც შემთხვევითობას დაემსგავსება მაგრამ სინამდვილეში ეს სწორედ მისი გზავნილია თქვენკენ ანუ გეუბნებათ რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ და რაღაცნაირად თქვენ დახურა მან თავისი ცხოვრების ერთი თავი, მაგრამ გული კვლავ ეს ვთქვათ თქვენზე ფიქრს და თქვენთვის გერას აგრძელებს. მოკლედ აი ეს რამეს გეტყოდეთ, ხო ეს ურთიერთობა მისთვის იყო გაკვეთილი, რომელმაც მას მიენიჭა ეს ვთქვათ სულიერი ზრდა. სამიანი თასები საბოლოო ჯამში მთლიანობაში ეს გვიგვინდება ეს გაშლა სამიანი თასებით მეუბნება რომ მის გზავნილში არის სურვილი მშვიდობის შერიგების სიხარულის დაბრუნების თქვენ ორ შორისაც ადრე იყო თქვენ შორის ხო ის არ გიგზავნით ის თქვენ კივილიან გზავნილს გიგზავნით სინათლეს მადლიერებას და სრულიად თქვენი კავშირი დარჩეს თბილმოგონებად ან კვლავ გადაიქცეს სინამდვილედ რეალურად ნახეთ აი ესეთ რამეს ავაწყობდი აქ ხო შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ არ დაგავიწყდე და თუ ბედი ისევ შეგვახვედრებს აღარ დავუშვებ რომ ეს კავშირი დაიშალოს და მე შენ დაკარგო რაღაცა ესეთი გზავნილია ჩამოკარგებო მოკლედ სულ ეს იყო იმედია დაგიხმარებათ ეს გაშლა თქვენ რომ გაიგოთ თურის თქმა უნდა მას თქვენთვის სიტუაციურადაც მიხვდებით ვისთვის არის ეს გაშლა და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო სიხარულის სიყვარულს ბედნიერებას ერთად ყოფნას შემოძვირფასებო ნახვამდის